რა შეიძლება გამოიწვიოს ირანის ამ ფორმაციით ჩამოშლა. ისლამურ სამყაროში არის ორი დიდი ძალა, ორი დიდი მიმართულება, ეს არის შიიტური ისლამი და სუნიტური ისლამი. სუნიტური ისლამი წარმოადგენს ჯამურად 90%-მდეა. 95-90. ხო, და ერთადერთი ფაქტიურად სახელმწიფო, შიიტური სახელმწიფო არის ირანი. დანარჩენი ყველა რაც ვიცით, საუდის არაბეთი, საამიროები, თურქეთი, ეგვიპტე, ლიბია, ყველა რაც ვიცით ეს. სახელმწიფო ისლამური სახელმწიფოები არის სუნიტები და ისინი ახლა შეიძლება რაღაცა აზრთა სხვადასხვაობები არსებობს, მათ შორის, მაგრამ სტრატეგიულ თვალსაზრისით, იდეოლოგიურ თვალსაზრისით არიან მოკავშირეები. გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მოკავშირეობა არის ბუნებრივი მდგომარეობა, იქნება მათი მოკავშირეობა, იმიტომ რომ მათ აქვს ერთი რელიგიურ იდეოლოგიური მაგრამ ერთმანეთთანაც საკმაოდ ხადი ახლა ერთმანეთთან უკრაინელები და რუსები ომობენ ერთი არა, უყურე, მაგალითად კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს შორის ახი სუნიტები სუნიტური სახელმწიფოები თალსა. მე მეგონა შიიტური. არა, სუნიტური სახელმწიფოები სტრატეგიულად არიან ერთმანეთს გაუგებენ და ერთი იდეოლოგიური ხედვა აქვს. სხვათა შორის სუნიზმში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს რადიკალური ვერსიის, სუნიზმის რადიკალური ვერსია, რასაც მაგალითად ეძახიან ვაჰაბიზმს, ეს არის სუნიზმის რადიკალური ვერსია. სუნიზმი ის. აი მოდი დავამატებ, აი შენ რო ახსენე, აი მაყურებელი შეიძლება ხო ვერ ჩაწვდეს ამ ტერმინოლოგიებში, რას ნიშნავს სალაფიზმი, ვაჰაბიზმი, სუნიზმი, შიიზმი, მარტივად თქვა. სულ მუსლიმები რო არიან აი სოფლიოში, აქედან 85% არის სუნიტი, როგორც აი კათოლიკეები და მართლმადიდებლები ვართ, ეგრე. სუნიტები არიან 85% და ძირითადი სახელმწიფოები, როგორც თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ეგ სუნიტები არიან და არის 15-10% შიიტური სახელმწიფოები, ну, მათ შორის განსხვავება სინამდვილეში ამ დინასტიურ საკითხს ნოყვა, ეს შორს აგვიყვანს, რატომ გაიყო ეს ორი მიმდინარეობად. და ძირითადი ერთადერთი მთავარი შიიტური სახელმწიფო არის ირანი. ერაყში ცხოვრობენ შიიტები, აზერბაიჯანშიც უმრავლესობა შიიტი ცხოვრობს, ლიბანში, მაგრამ აი სულ 4-5 სახელმწიფოა შიიტური. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვა შოთა, ანუ სიამდვილეში ყველაზე რადიკალური ჯგუფები, აი ვინც ხალხს აფეთქებს რელიგიური ნიშნით, აი სადღაც ახლა ხო მოხდა მაგალითად ევროპაში მოხდა რამოდენიმე კვირის წინ, ხო ვიღაც შეუვარდა და დანი დაჭრა. ეგეთი რადიკალური მიმდინარეობა სულ სუნიტური და სალაფიტურია. არ არსებობს შიიტური ტერორისტული ჯგუფი, მე არ გულისხმობ მაგალითად ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიც არის ჰეზბოლა, მაგრამ ისინიც ისრაელის მიმართ არიან. აი არ არსებობს შიიტური დაჯგუფება, რომელიც მაგალითად საფრანგეთში ან ამერიკაში ააფეთქა რაღაცა ან ვიღაცა მოკლა. რაც ვიცით ჩვენ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც რომ აგერ რამოდენიმე წლის წინ ტერორისტული აქტი მოხდა, აი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რო იყო სპეცოპერაცია, ყველა ასეთი ორგანიზაციები თუ დაჯგუფებები არიან სუნიტური, ანუ სალაფიტური წარმომავლობა. ო, ანუ აი ყველას უმეტესობა მითის მაგალითად აი ვაჰაბიზმი, სალაფიზმი, გონია რომ ეგ არის ცალკე მიმდინარეობა, ეგ არის სუნიზმი, სუნიტები არიან ეგენი და სუნიზმის ყველაზე ასეთი რადიკალური ხარია. ეხლა შიიტები არიან, არ არიან ტერორისტები, ან ამ საქმიანობაში ჩაბმულები არიან, არ არიან მათ წარმოადგენლები, ეგ გვერდზე რო გადავდოთ. ის ხო ფაქტია, რომ ეს ორი მხარე, ირანი და სუნიტური ნაწილი ძლიერი სახელმწიფოების არიან გარკვეულ კონკურენციაში, გარკვეულ დაპირისპირება აქვს და რაღაცა თვალსაზრისით მათ ძალები ერთმანეთს რაღაცა თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით ჩვენს რეგიონში მათი ძალები ერთმანეთს აბალანსებს. აი ეს არის ირანი, რომელიც მოქცეული აგერ კასპიის ზღვასა და აგერ სპარსეთის ყურეს შორის, ფაქტიურად არის, აი ეს არის სუნიტური სუნიტური სამყაროს გამყოფი. ანუ აი აქ აი ეს მთლიანად არის სუნიტური ისლამის წარმომადგენლები, აქაც ეს მთლიანად არის სუნიტური ისლამის წარმომადგენლები და აი აქ შუაში შლაგბაუმის ფუნქციას ასრულებს ფაქტიურად ეს არის ირანი და
ირანი მაგ ფუნქციას მარტო ისე კი არ ასრულებს შემთხვევით. ეგ მაგისი გეოპოლიტიკური ამოცანა და ზუსტად მაგიტო რუსეთიდან თავის საზღვრამდე საქართველო და სომხეთიც ზუსტად მაგ ფუნქციისთვის ჭირდება, რომ სუნიტური თურქეთი და სუნიტური აზერბაიჯანი და მერე ცენტრალური აზიის ასევე ქვეყნები ერთმანეთისგან იყოს გარკვეულწილად იზოლირებული. ანუ ფაქტიურად გეოპოლიტიკურად ირანის ლოგიკაში, აი რუსეთის საზღვრიდან საქართველო, სომხეთი და მერე ირანი წარმოადგენს გარკვეულ გამყოფს ორი სუნიტური, ასე ვთქვათ, ისლამური დიდი ანკლავის შორის, აი ამას და ამას შორის. ერთი დეტალი რომ აზერბაიჯანის სუნიტური არ არის, აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თუ ორთები 70-80% შიიტია, მაგრამ აზერბაიჯანელები არიან ლოიალურები არიან თურქეთის მიმართ, იმიტომ რომ ეთნიკურად და ენობრივად ისინი ფაქტობრივად ერთი ენა აქვთ და ერთი წარმომავლობა აქვთ, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიიტია, მათ ეს არის სეკულარული სახელმწიფოა და მათ თქო უფრო მოკავშირეება აზერბაიჯანის სახელმწიფო თვითონ რაღაცა თვალსაზრისით ამოხრუჭებს თავის რელიგიურ შინაარსს, იდენტობას, თურქეთი არ ამოხრუჭებს თავის რელიგიურ შინაარსს. რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ კონვერტაცია მოხდება, თურქი კი არ გახდება შიიტი, სავარაუდოდ აზერბაიჯანელი გახდება. ხო არის ფორმულა, ორი სახელმწიფო, ერთი ერი, ეგ არის ოფიციალური მიდგომა, რასაც თურქეთი და აზერბაიჯანი აზღერებს, რომ ორი სახელმწიფო კი ვართ, მაგრამ ერთი ერი ვართ. ამიტომაც ისტორიულად, მაგალითად აზერბაიჯანის ტერიტორია, ადრე სპარსეთი იყო, იმიტომ რომ აზერბაიჯანელები მართავდნენ სპარსეთს, თურქული წარმომავლობის ხალხიც. მაშინ მაგათ აზერბაიჯანელები არ ერქვათ უბრალოდ. ეს ცოტა გვიანდელი ტერმინოლოგია, მაგრამ აზერბაიჯანელები და ის აზერბაიჯანელებიც, რომლებიც სპარსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაშინ იყო ეს ერთიანი შიიტური სპარსეთი, რომელიც ისტორიულად ეომებოდა ოსმალეთს. სხვათა შორის ჩვენც რაღაცა თვალსაზრისით, რომ ნაწილობრივ გადავრჩით, მაგის დამსახურებაც არის. მაგ კონფლიქტი ორი ურთიერთდაპირისპირებული, მათ შორის რელიგიური ქვეტექსტით. ოსმალეთი ყველაზე სისხლისღვრელი ომები ოსმალეთს ჰქონდა სპარსეთთან. იმიტომ რომ მაგ რელიგიური ქვეტექსტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო და ეხლა აი რუკას რო დაუბრუნდეთ. აგერ ხედავთ რომ ირანი არის სუნიტურ ზღვას შორის მოქცეული, პირდაპირ არ გვესაზღვრება და არის ისტორიის ამ ეტაპზე და ეს ალბათ განგრძობითი მოცემულობა იქნება დაპირისპირებული გარკვეული დამამუხრუჭებელი ფაქტორი, მნიშვნელოვანი დამამუხრუჭებელი ფაქტორი თურქული გავლენებისთვის, არაბული გავლენებისთვის. ისინი ერთმანეთს ამუხრუჭებენ, ერთმანეთს ასუსტებენ. ერთმანეთს არ აძლევენ ერთპიროვნული დომინირების მიღწევის საშუალებას რეგიონში. თურქული და ეს არაბული სამყარო საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ ამერიკასთან სამოკავშირე ურთიერთობებში იყოს, ანუ არ შევიდეს ისეთ ფორმატში ურთიერთობების, რომ ამერიკას ჰქონდეს რაიმე ინტენსიური მოტივი მათი დასუსტების და მათზე შეტევის, ამიტომ ისინი შვიდად ვითარდებიან, ოღონდ და პარალელურად რეგიონში საკუთარ ამოცანებს, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ამერიკის ინტერესების დახმარებით და ინტერესების უგულებელყოფითაც, მაგალითად სირიაში თურქეთს ხშირად გადაუდგამს ნაბიჯები, მაგალითად იგივე ამერიკის მოკავშირეები იყვნენ ქურთები სირიაში, ხო? ყველაზე ინტენსიურად თუ ვინმე უტევდა ქურთებს იყო თურქეთი, ხო? ქურთებს სულ მაგათთან არის. და ამერიკის მოკავშირეობა არ შველოდა ქურთებს. იმიტომ რომ ძლიერია თურქეთი. ხო, იმიტომ რომ უგულებელყოფდა ამ ამერიკის მოთხოვნას და მაინც უტევდა. ამიტომ თურქეთი თუ ერთპიროვნული ძალის მატარებელი გახდა და არაბული სამყარო იქ ეხლა ვინმე დიდად არც მოთხოვს ამერიკის მხრიდან რაღაც ჩვენაირი ქვეყნების გათვალისწინებას. ამიტომ ჩვენ რა ინტერესი გვაქვს ირანის განადგურების საერთოდ? რა ლოგიკაა საერთოდ ამას? საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში არის სტანდარტული ლიბერალის კითხვა დავსვა? ხო. ან თქვენ ასე ამბობთ ირანის მხარეს ხართ?
საქართველოს სტრატეგიული ინტერესია იმისთვის რომ არ მოდი ასე ვთქვათ საქართველოს სტრატეგიული ინტერესია რომ შიიტური მნიშვნელოვანია შიიტური ერთიანი ირანი შენარჩუნდეს იმისთვის რომ ამ შიიტურმა ძლიერმა ირანმა მან დააბალანსოს ის სუნიტური ძლიერი სახელმწიფოები რომლებსაც შეუძლიათ არ დავასახელებ ხა გარშემო სახელმწიფოებს მათ შორის ერთ-ერთი აქეთ დასავლეთით გვესაზღვრება რომელსაც შეუძლია ზედმეტი გაძლიერების შემთხვევაში ჩვენზე გავლენა მოახდინოს ირანში აი ეს ჩამოშლა თუ მოხდა ისეთი ჯოჯოხეთი დატრიალდება აი ISIS-მა რო არანახული ჯოჯოხეთი დაატრიალა ერაყ სირიაში ხო იცი ეგ შეიძლება მონაგონი იყოს ირანში რაც დატრიალდა თოთაშორის მარტო ირანით არ შემოიფარგლება ეგ რაც მანამდე ვილაპარაკეთ მაგ ჯოჯოხეთიდან დაძრული ტალღები მაგ ჯოჯოხეთიდან დაძრულმა ტალღებმა ევროპა შეცვალა იმდენი მუსლიმი შევიდა ევროპა შეცვალა აქეთ დაიძრება ტალღები და ირანელი ხალხი იოცნებებს როგორც ახლა არ ვიცი აი სირიელი ხალხია 2010 წელს დაგვაბრუნა შეიძლება ოცნებო ვიდეოები ხდება ხო აი 2000 ძველი სირიის კადრებში დაგვაბრუნა ან მანამდე ერაყი რანაირიც იყო ხო რომელიც არ მოწონდათ რა თქმა უნდა მაგრამ აი სხვათა შორის ეგეთი კადრი იყო სადამი რო ჩამოაგდეს ერთ-ერთი ერაყელი გამოვარდა და უროთი ამტრევდა სადამის იმას რა ქვია ქანდაკებას და ეგ კონკრეტული ერაყელი იპოვეს და გადაუღეს რა და ეგ ამბობდა რომ აი რაღაც უბედურებაში ცხოვრობთ ეხლაო და მაშინ რომ ცოდნო და სად მივიდოდაო რომ აი ქუჩაში ქალებს რო იტაცებდა ISIS-ი და აუპატიურებდა თავებს აჭრიდა კაცებსო აი მაგ ნუ ეგ ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ეხა ერთიანი ლიბია ჯობდა იმ ჯოჯოხეთს რომელიც ეხლა არის თუნდაც იმ კადაფის მმართველობის ქვეშ რომელიც არ იყო ეხა დემოკრატი და დიქტატორი იყო ჩვეულებრივი, მაგრამ ნუ ცუცსა და უარეს შორის ეგ ცუდი ჯობია. არის, ეგ საკითხია ეხა ზურამ რაც თქვა, რომ საქართველოში ეგრე შეხედავენ ამ თემას, რომ აი ჩვენ რაღაცას ვლაპარაკობთ, ვარჩევთ და აბა რა გინდათ აი აბა ირანი გინდა, ვიღაცა ხო ეგრე დასოს. აიათოლების მხარეს ხარ? ხო და აი ჩვენ რა გვინდა, ხო? მეგობრებო, აი უბრალოდ გავაცნობიეროთ, რომ საქართველო ვართ ხალხო. უბრალოდ აი მაგას დავანებოთ თავი ვიღაცა სხვა ქვეყნების ჭიდაობისას თავის წარმოდგენა რომ თითქოს შენც რამე შუაში ხარ. აი უბრალოდ ეს ვისწავლოთ რა ეს გავითავისწოს რომ არა ხარ შენ არაფერ შუაში კაცო შენ ნუ რავის ნუ გულშემატკივრობ და ნუ ქომაგობ რაღაცებს აბა ის გინა აბა ეს გინა დაწყნაბი რა შენ ხარ პატარა ქვეყანა ვინ როგორ გაიმარჯვებს და როგორ გადაწყდება ეცადე რომ ვინც გაიმარჯვებს იმასთან გქონდეს კარგი ურთიერთობა და არ გამოიწვიოს შენს მიმართულებით ცეცხლი. აი მაგას ეცადე. საერთოდ დაწყნარდი და ნუ ილანძღები ყველა მიმართულებით იმედად რომ შენ რო ხმამაღლა ილანძღები ვიღაცა მოგიწონე.